ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესპიკერის განცხადება, სადაც ის ევროკავშირს მხარდაჭერას უცხადებს და ქართულ ოცნებას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, ისევ შებასებების თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი მთავრობის ცვლილებაა. მმართველ გუნდში კი აღნიშნულს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად მიიჩნევენ და განმარტავენ, რომ ასეთი განცხადებები მათთვის მიუღებელია. მმართველი გუნდის ლიდერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებებს იხსენებენ და ამბობენ, რომ პაველ ჰერჩინსკი ქვეყნის შიდა საქმეებში არაერთხელ ჩაერია. მე მაინტერესებს დონალდ ტრამპი საუბრობს თუ არა ევროპელი ელჩების გაძევებაზე. კახიკალაძე ევროპიდან თვითონ არის გაგდებული ამ წუთას. ამაზე ღელავენ, რომ სადაც ჩაესვლებათ, იქაც ვეღარ ჩავლენ. ეს არის მთელი ამ რიტორიკის ნაწილი. ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება იყო. ბრალი გასდეს დეზინფორმაციაში. ბრალი გასდეს, რომ მათ აბრალებენ მეორე ფრონტის გახსნას. ბრალი გასდეს, რომ ქართული ოცნება ცდილობს ქართველები დაარწმუნოს, რომ ევროპას უნდა დესტაბილიზაცია. ყველა ის მნიშვნელოვანი წუხილი, რაც ქართულმა ხალხს აქვს, იყო ასახული ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ძალიან კარგია ესეთი მკაფიო გზავნილები, რო გახდება დასავლეთისგან. ჩვენც გვჭირდება მეტი მკაფიოობა დასავლეთისგან. აბსოლუტური თვითილუსტრირება მოახდინა ქართულმა ოცნებამ. ყველამ გაიგო, რომ ესენი არიან რუსეთის FSB-ს ფილიალები, ამათ არანაირი ევროკავშირი არ უნდათ, არანაირი გადატვირთვა შეერთებულ შტატებთან არ უნდათ. ესენი არიან მექრთამეები, რომლებიც რუსეთის სპეცსამსახურების კაუჭზე არიან. ეს არის და ეს მეტი მან დააფერი არ ხდება და ძალიან კარგია რა, უკვე არავის ყველამ ძალიან ზუსტად იცის, აქამდე თუ ენის მოჩლექვით ელაპარაკებოდნენ და ასექენით ისექენით ეუბნებოდნენ, ეხლა ყველა მით უმეტეს ისეთი კორექტული ხალხი, როგორც ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები არიან, უკვე ძალიან პირდაპირ ართმევენ სახელს ყველაფერს. ტრაგიკული არის, მართლა ტრაგიკული არის და სევდიანი არის, რომ დღეს მოცემულობით, როცა რეგიონში და არა მხოლოდ რეგიონში თითოეული ქვეყანა საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან მოქმედებს, ყველაფერს აკეთებს რეგიონში ყველა რომ ევროკავშირთან უფრო დაახლოვდეს და დღევანდელი ჩვენი მმართველი ძალის ეგრეთ წოდებული მაგარი ბიჭები კიდე ჩვენი ქვეყნის მეგობარ ელჩებს ქვეყნიდან გაგდებით ემუქრებიან და მეორე მხრივ გამოდიან და ოკუპანტებს ბუდის უხდიან. ევროკავშირისგან ჩვენ უფრო მეც ველით, ბრიუსელისგან ველით უფრო მეც, ვიდრე ამ იანფასიან ტრიუქს, რომ პასუხების თავიდან არიდების გამო რუსული ალიყები მიაწებონ ყველას. ჩვენც არც ერთი კონკრეტული სახელი გვარისადმი არანაირი ინტერესი, განსაკუთრებული ინტერესი არ გვაქვს, საუბარი მაქვს ელჩებზე. ერთადერთი რაც ჩვენ გვაწუხებს არის ის, რომ ზოგიერთი ელჩი თulis რომ იგი უნდა იყოს პოლიტიკურ დისკუსიებში ყოველდღიურად ჩართული და გააკეთოს პოლიტიკური შეფასებები. სწორედ ამაზე ვამბობთ, რომ კონკრეტული მტკიცებულებებით, როდესაც ელჩები მონაწილეობენ წინასაარჩევნო კამპანიაში, ამას სჭირდება პასუხები. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ ირღვევა აბსოლუტურად ყველაფერი. აღარაფერს ვაუბრობთ დიპლომატიურ ეტიკეტზე და ვენის კონვენციაზე, პირდაპირ არიან კონკრეტული ელჩები ჩაბმული შიდა პოლიტიკურ პროცესებში. ეს მისაღებია დიპლომატიური ურთიერთობებში, როდესაც წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება ელჩი პირდაპირ მოუწოდებს ხალხს პირდაპირ ვის უნდა მისცენ ხმას და მე ამაზე ხმამაღლა ჩვენ რო ვიტყვით, რომ ეს ვენის კონვენციის დარღვევაა, ეს არის დისკრედიტაცია ელჩის თუ მოწოდება იმისაკენ, რომ ვენის კონვენცია დაიცვას. ამიტომ ასეთი ტიპის მოწოდებებს როდესაც აკეთებენ, მაშინ უნდა გააბათილონ ის არგუმენტები, რომელიც ჩვენ ავთქვით. მაგრამ ვერ ამბობენ ამას, იმიტომ რომ იმდენად ნათლად გააკეთა ამ კაცმა ეს, იმდენად ნათლად დაარღვია ვენის კონვენცია, ამაზე ვერ საუბრობენ.